ეს თელავის ისტორიული მუზეუმი, ანუ ბატონის ციხის ტერიტორიაა. თელაველებისთვის განსაკუთრებული ადგილი, ერეკლე მეორის სასახლე, მემორიალი. მთელი კომპლექსი რამოდენიმე ობიექტით 3 ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. პირველი ობიექტი, როგორც გითხარით, რომელიც აშენდა, ეს გახლავთ არჩილის კოშკი. დიახ, არჩილის კოშკი, ეს შენობა გახლავთ, რომელიც აშენდა პირველი. შემდგომ, რა თქმა უნდა, სასახლე ეს მეფეს ჰქონდა თავისივე ეკლესიები. აი ეს პირველი ეკლესია, რომელიც აქ არის, ეს უფრო ადრეა აშენებული, შუა საუკუნეების ეკლესია, რომელიც ამ ადგილზე უკვე არსებობდა და იყო, როცა სამეფო რეზიდენცია გადმოვიდა აქ. საკუთარი აბანოც ჰქონდა სასახლეში და ეს აღმოსავლური სტილის აბანოა, ისევე როგორც თვითონ სასახლეც აღმოსავლურ სტილში არის ნაგები. ეს სწორედ ის სასახლე და ის ადგილია, სადაც ერეკლე მეორე მოღვაწეობდა. ამ შენობას სამეფო რეზიდენციის დანიშნულება ქვეყნისთვის ერთ-ერთ რთულ პერიოდში მე-17 საუკუნის 70-იანი წლებიდან 1801 წლამდე ჰქონდა. ამ დარბაზში ერეკლე მეორე იღებდა ელჩებს უცხო სახელმწიფოების. თვითონ ეს ადგილი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია, რა თქმა უნდა, ყველა კახელისთვის, ყველა ქართველისთვის და ყველა თელაველისთვის, ვინაიდან საამაყოა იყო იმ ქალაქში. საამაყოა დააბიჯებდა იმ ქალაქში, სადაც ეს უდიდესი მეფე, შეიძლება ასე ითქვას, მე-18 საუკუნეში საქართველოს გადამრჩენი ფიზიკურადაც და ისედაც სულიერებითაც, როგორც იყო ერეკლე მეორე. 1801 წლიდან, როდესაც ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის მფლობელობაში შედის, სასახლე წყვეტს ფუნქციონირებას და ტერიტორიას რუსული ჯარი იყენებს. სასახლეში აწყობს სამხედრო ჰოსპიტალს, შენდება დამხმარე შენობები. მოგვიანებით საბჭოთა პერიოდში აქ პედაგოგიური ინსტიტუტი და ტექნიკუმი განთავსდა. 70-იან წლებში კი შენობა თელავის ისტორიულ მუზეუმს დაეთმო. თქვენ ხედავთ, რომ სხვადასხვა დონეა ნალესობის, თუნდაც კი ბატონო, ეს არის ძველი უძველესი პერიოდის, მე-17 საუკუნიდან მოიხსენიება ფაქტიურად ეს, რომ სასახლედ გამოიყენებოდა ეს შენობა. შემდგომში არის მეორე ფენა, შემდგომში ეს მესამე ფენა, ეს 80-იან წლებშია გაკეთებული, ფაქტიურად გაჯით არის დამუშავებული და შემდგომში უკვე კიბით დამუშავდა. მთელი ეს პერიოდები არტეფაქტების სახით შეინარჩუნეს. ბოლოს სასახლეს რესტავრაცია გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა. რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა. სასახლის რეაბილიტაცია 2014 წლის ბოლოს დაიწყო და 2016 წელს დასრულდა. მისი მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის პირვანდელი სახის აღდგენა და შენარჩუნება იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ძეგლთან გვაქვს საქმე, თითოეული დეტალი უნდა ყოფილიყო სკულპტურულად განხილული და ყველა დეფექტი აღმოფხვრილიყო. იმისათვის, რომ ჩვენ მიგვეღო ის სახე, რომელიც სახითაც დღესდღეობით სასახლე ფუნქციონირებს. გათვალისწინებული იყო პროექტში ასევე სახურავის გუმბათის გადახურვა რეიცინგით, შეფუთვა მთლიანად, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გუმბათი არის თვითონ არტეფაქტი და ეს არის ირანული სასახლის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი, კულტურულ მემკვიდრეობასთან შეთანხმების შედეგად გადაწყვიტა, რომ გუმბათი დარჩენილიყო იმ სახით, იმ პირვანდელი სახით, რომელიც სახითაც დღესდღეობით გვაქვს. პროექტის ფარგლებში შენდება ახალი თანამედროვე ტიპის მუზეუმიც. გათვალისწინებულია ტერიტორიის მოწყობა და ეზოს გამწვანება. მუზეუმს ექნება გალერეა და 2 კაფე. ამით ტურისტებსაც მოიზიდავენ და ადგილობრივებიც ისარგებლებენ. ის შენობები, რომლებიც არსებობდა აქამდე, თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. იყო ამ ეტაპზე აქ მუზეუმში იქნება როგორც ვენტილაციის, ასევე გაგრილება, კონდიცირების პროექტი ახლა მზადების სტადიაშია. გაკეთდება ამფითეატრი, რომელიც როგორც დამსვენებლებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეებისთვის ძალიან გამოყენებადი ადგილი იქნება. ეს ყველაფერი 2017 წელს უნდა დასრულდეს, თუმცა პროექტი არ შეეხება კარის ეკლესიების და აბანოს რეაბილიტაციას. მათი რესტავრაცია მოგვიანებით მოხდება.